Like Azealia Banks, catch me if you can, yeah, Tom Hanks. Pass our military, bringing through tanks, yeah. Levels, yeah, going up in the ranks. Greatness only, giving the thanks. It's London, baby, we got the bands. We go hard, they don't understand. You know how it goes, we stick to the plan. Disruptive, yeah, yeah, this the gang. Disruptive, yeah, this the plan. Disruptive, yeah, yeah, this the gang. Disruptive, yeah, this the plan. Disruptive, yeah, yeah, this the gang. Disruptive, yeah, this the plan. Disruptive, yeah, this the gang. Disruptive, yeah, yo, that's the plan. გამარჯობა მეგობრებო, დღეს არის BMW-ს ფესტი და ტუღუშმა ამ წამს დაგვიძახა, მე მგონი ჭკუა უნდა დაგვარიგოს და წამოდი ბესობა ვნახოთ რა ხდება. კი, დაგვარიგე, თუ გვარიგებენ. ეს აქ დიდი კამერა დგას და ვერ ფიზიკურად ვერ გავეტევ ის. ბიჭო, რა მინდაო და აქედანო რო გავალთო რა, ზანოსით არ გახვიდეთო, 1-30 ეკიპაჟიაო, ხოაზე ხარ და უეჭველი ჯარიმებს დაგვიწერე. აზი არა ვარ რა უნდა არ მესმის აქეთ. ეგ დაუწყდება ზუსტად 2 წუთში, ძმა ყველას. ჩემი ჩათვლით. ბიჭო, რაღაც ტრაექტორიას გეტყვის და მე მგონი დრიფტის გზას გვიხაზავს და მოუწყდებით სადმე რა, უეჭველი. ტრაექტორიას გეტყვითო, რომ არ დავიკარგოთო და 300 მანქანა რანაირად უნდა დავიკარგოთ, არ ვიცი. წეღა რაღაცას რო ამბობდი, ვერ მოგისმინეთ და გვაინტერესებს ცვლილობა საიდან იწყება, რა სად მივდივარ და რას ვაკეთებ დღეს რა. დღეს ვიწყებთ ცვლილობას დიღმის ტრასიდან, მივდივართ რუსთავის ავტოდრომზე, ჩერეზ რუსულ სიტყვებს არ ვუხმარო. გავლით რუსთაველის გამზირის და თავისუფლებიდან ჩავალთ ბარათაშვილზე და მე უკვე აბანოები და შემდეგ ავტობანით ჩავალთ რუსთავის ავტოდრომზე. და რუსთავში რამე სურპრიზი გველოდება, სახალისო გართობა რამე სურპრიზი რა, თქვენთვის ემებისთვის ალკე დაგაწყობთ, მთავარია რომ ერთმანეთს ეკონტაქტოთ, გაიცნობთ ვინც ერთმანეთს არ იცნობ და დანარჩენი უკვე, რა ვიცი, პატარა შოუს თქვენც თუ იდონატებთ იმას იცავთ. კი, ანუ შევძლებთ შესვლას. სამოყვარულო დრიფტი არის, იქ უკვე გუშინ დაიწყეს კვალიფიკაცია და ამ შემდეგ დავიწყეთ როგორც იქნა, მთელ საქართველოში იქნება და იქ წლის საუკეთესო 10 BMW-ს არჩევა გვექნება გოგონებისთვის, მის BMW-ს კონკურსი გვექნება და ასე შემდეგ. აჰა, კარგი. ძალიან დიდი მადლობა. აღმოჩენილ. გაიხარ. ის რატო ჩამწერე? ეხა ვიცი, ამაზე შორტად გავუშვე. კარჯე, ბესო ჩემიდან ახო აღარავის არ უნდა ძო, სულ კამერით დავდივარ, ხო ხედა. რამე ისეთი არ ვთქვა. უცებ არ წამოგხსნეს რა, ხო, მე იმენა დაგვაყრიან კომენტარი. მოგონებები არ გავიგე. ცოცხალი, ხო? შოთა, იცი რა მაინტერესებს პირველ რიგში როგორ ახარ მეგობარო? ძალიან კარგად შემოგევლე გულში. მაინტერესებს მე როგორც ვნახე, დაანონსებული იყო, იქნებაო ძველი მოდელები, ოლდებიო და იგი შეკრება იქნება ყველასი, ანუ დაორგანიზებული იქნება, დაყოფილი იქნება მანქანები, ყველა გემოვნების და ყველა ასე რომ ვთქვათ, ყველა მუღამიანი ადამიანის თვალს წყალი დაალევინოს და ის ბედნიერება მოგაწეითებს. თან ემებიც იქნება, ანუ ცალკე პარკინგი იქნება, ყველაფერი დაყოფილი, ხო? და მაგის შემდეგ უკვე წლის საუკეთესო BMW-ს. კი, მაგის არჩევანი იქნება და ხალხი არჩევს მაგას, რა უკვე ხმის მიცემა იქნება. კარგია, შენ რომელი მანქანით ხარ? X6 M-ით, ხო? კი ბატონო. ეგ სოროკია, ხო? კი ბატონო, M-სოროკი. M-სოროკი. მადლობა დიდი. კარგად, წარმატებები. შემოგევ. ჩართული გაქვს ბესი. დღეს ვართ ჩვენი M4-ით, რადგან M3 კეთდება, დრაგისთვის მზადდება და გიგიმ აი ესეთი შესანიშნავი 3-4-იანი ნომერი დაგვახვედრა და მეტი არაფერი არ მომთხოვო, ესე მითხრა. მოდი დავაკრათ. ბიჭო, მე ხო სარეკლამოში მუშაობდი რა. მოდი დააფიქსირე ერთი ცალი პატარა ბურთულაც კი არ აქვს დარჩენილი. გატყულებთ აქ, ხო. ნახე, მე შევამჩნიე. აჰა. კაი, დავჯექით და წავედით. ეხა იწყება, არ დავიწყება. არც არაფერი არ იწყება, იმიტომ რომ გაგვაფრთხილეს, რომ ბოლი არ გაუშვათ, არ იმაიმუნოთ. მაგრამ ცოტას მაინც ვაპირებთ რაღაცაებს რა. They act like they know. Guess I gotta hit them with an update. I been getting to it when I'm up late. Hit a nigga when you at the front gate. They act like they know. Hold up. Guess I gotta hit them with the update. Really with it, I ain't got a pump fake. Killer flow and hit them with the one take. Act like they know.
Guess I gotta hit him with the update. Okay. I been getting to it when I'm up late. Yes, sir. Hit a nigga when you at the front gate. Act like that, no. Guess I gotta hit him with the update. Really with it, I ain't got a pump fade. Killer flow and hit him with the one take. Please tell me what's to them boys. I know they ain't talking about me. Hold up. All up in a nigga DMs for the feature. I know they ain't talking about free. Shorty, no lie, no leap. I ain't gon' lose no sleep. You don't hop in this Jeep. What you gon' sow, you gon' reap. Bet I'm gon' kill what I eat by the end of this beat. Put a little honey in my tea. Put a little pep in your step. I bet on my soul we feast. Bet you don't go, I bet you don't know these freaks. Got it hitting that note on key. Put it on baby, on mammy, on God, on me. Fuck nigga, you not no G. I be in the spot low key. I been at the crib, probably wonder how I got your key. They act like they ain't know it. Guess I gotta hit him with the update. I been getting to it when I'm up late. Hit a nigga when you at the front gate. They act like they ain't know it. Guess I gotta hit him with the update. Really with it, I ain't got a pump fade. Killer flow and hit him with the one take. Act like they ain't know it. Guess I gotta hit him with the update. I been getting to it when I'm up late. Hit a nigga when you at the front gate. Act like they ain't know it. Guess I gotta hit him with the update. Really with it, I ain't got a pump fade. Killer flow and hit him with the one take. Please tell me what's to these lanes, they must be out of their mind. Must be. ნახევესო ტრიცი ჩესტები ზანოსობენ. შეხო ტრიცი ჩესტის მოყვარული ხარ და Mazda იყიდე. იმედია მალე გაყიდი მაგ Mazda-ს და იყიდი ისევ ტრიცი ჩეს და მერე გავსვაპავთ B58. ნახოთ აბა როგორ გაივლიან. რა გავლა შემოგთავაზებს ბიჭები. და ეს დრიფტი მე მგონი რაღაც სხვა ეტაპის დრიფტია, იმიტომ რომ BMW კლუბის დრიფტი იყო უკვე გახსნა რა და ჩატარდა გახსნის სეზონი და ეს კიდე რაღაც დამატებით სხვა დრიფტის ეტაპია, რომელიც დღეს გაიხსნა რა, როგორც ვიცი და მე ბიჭებთანაც მივიდეთ, ვკითხოთ. ოპა გადარჩნენ ბიჭები არა და რამაგრად მოდიოდნენ საღოლ რეაქცია კაი იყო მომეწონა მე ბალეში კოპტრიცით შეს შენ გულში რო არის მაგიტო ძმა ორივე ტრიცით შესტია და იმედია მერსედესის რავებით არ არის ახლა ესენი რა ვაფშე არ აქვს 10000-იც კი არ ავედით და რავი რა პონტია რავი ბევრი ისე უყურებს რომ არც გამოწერილიც არ ვყავარ და მეგობრებო გამოიწერეთ დაალაიქეთ გადააზიარეთ რომ გამომწერები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რა რაც უფრო მეტი გამომწერი გვეყოლება მით უფრო ძალიან მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ რა ძალიან მაგარ ვიდეოებს მესამე ზონაში რა კარგად ბესო ამ შეჯიბრზე მარტო მე მგონი ტრიცი ჩესტები გამოდიან სხვა მანქანა ჯერ არ მინახია მე 4 გავლა ვნახე ძმაო და 4-ვე წყვილში ტრიცი ჩესტი იყო მაგრამ თუ ჩეისერი გასწორ როგორ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ლიდერის ვალდებულება არის და ბიჭო ბიუჯეტურია და ალბათ მანევრირებადია და კარგია დრიფტი რა ჩემი აზრი ეგაა ანუ დრიფტით არ მივლია და არც დრიფტზე გამოდივარ და არ ვიცი მაგრამ რო ვაკვირდები განამარტო საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით ტრიცით შესტი უფრო მეტია დრიფტში და სოროქშესტი ვიდრე აი ეს ახალი მოდელები მაგალითად რა BMW-ებში გულისხმობს ხო მსუბუქი ნუ ეხა ტრიცით შესტია მსუბუქი იქნება ეგრე ხულიგანკაც არის მსუბუქი მაგრამ იმ რაოდენობით არ არის რა რაოდენობითაც ტრიცით შესტია სოროქშესტი ხო მაგრამ ყავთ მაინც ყავთ მაგრამ აი ეხა კიდე ერთი გავლა იქნება ბესო ძალიან საინტერესო და აბა ნახე კარგად გაიარა, მაგრამ ისე ვიგ დაუშვა შეცდომა, სადაც წინაზე დაუშვა რა და თან დატოვა შიტოკი ძმაო. რა წამოავიღოთ რამე ჩემ მანქანაზე არა. აქსო ესეთი აურზაურია ძმაო. სადაც დრიფტერები არიან, სულ
წავედი. მე ფეცზე მოგიყვანე, მაგრამ დრიფტში გავიჩიტეთ, წამო. როგორ ახარ? კარგად. რა მაინტერესებს? ეს რა დრიფტია? საქართველოს დრიფტის ლიგა ასე ქვია. სამოყვარულო ჩემპიონატია კი. ხო, ანუ ეს ტარდება პირველად, ხო? ზოგადად წელს დაიწყო ეგ და ადრე იყო, უბრალოდ მაშინ იყო უბრალოდ მარტო დადიოდი როგორც კვალიფიკაციაზე და ეხლა უკვე წყვილებში გადავიდა. წყვილებში და აქ შეუძლია ყველას მიღება, ხო? ვისაც უკანა წამყვანით მანქანა ყავს და პლუს ის რომ პრო კლასში არ უნდა იყოს გამოსული 3 წლის განმავლობაში. გასაგები, ანუ ეს გახსნის ეტაპია, ხო? ეხა რომელი გავლა ტოპ 8, ტოპ 16? ტოპ 16 არის. ტოპ 16. იარე მანამდე? არა, ეხლა შევდივარ. ეხა შედიხარ პირველ. წარმატებები. აი ხარ. აი ხო გითხარი ძმაო, რაღაცა ახალი თემაა თქო რა. გამარჯობა, როგორ ბრძანდები? კარგად, ჭირა როგორ ხარ? კარგად. ბიჭო, ეხა გავარკვიეთ რომ ეს ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოში, ხო? დრიფტ ლიგა პირველად შეიქმნა. ანუ დრიფტ ლიგა ქვია, ხო? დრიფტ ლიგა, კი. გასაგებია. გაიარე, გავლა გააკეთე თუ ჯერ არა? ბაირანი მქონდა. გამიმართა. ანუ მარტო იყო. ჩემი მონაწილე, მოწყვილე არ გამოვიდა, არ გამოცხადდა და ბაირანი მქონდა და ეხლა მაგ ტოპ 8-ში შეხვდა ჩემ გუდელთან. კვალიფიკაცია იყო? კვალიფიკაცია გუშინ იყო. გუშინ და რა გქონდა? მე 4 ადგილი დავიკავე 76 ქულით. 76 ქული. ძალიან კარგი. ეხა ტოპ 16-ის გავლა, ხო? ეხლა ტოპ 16-ები დამთავრდება, 2 გავლა დარჩენილა და იწყება ტოპ 8. უკვე მაგარი ძალებით რა, მოტოილებს დავალა. იდეაში ტოპ 8-დან იწყება, კაი საფრთხებელი იწყება, ხო. ნახოთ რა იქნება. ძალიან კარგი. King of Drift-ი ეს არა. ანუ King of Drift-ი აქ არ ტარდება, ხო? King of Drift-ი ლილოში ტარდება მარტო. გასაგები. დრიფტის ლიგა. დრიფტის ლიგა რა, ეგრეა და წელს გაიხსნა, ანუ პირველად ტარდება და საქართველოში. იქნება 5 ეტაპიანი ბრძოლა, 5 ეტაპი იქნება ბრძოლა, ხო რა. აქედან 2 იქნება რუსთავის ავტოდრომზე. დანარჩენი გასულეთი. გასულეთი, ანუ დასავლეთი, ხო? ქუთაისი და თელავა. დასავლეთსაც შეეხო, ეხლა იმათაც ხო უნდა ეხლა. აზარი არა და თან ასწორებს რა, ანუ ესეთი მოკლე პატარა ტრაექტორიები იქნება. ხო, ესეთი მომავალ დონეზე როგორ შეეხება, აკაკვაცის. ხოდებია. ბიჭო, ძალიან მაგარია გამისწორე, რაც უფრო მეტი შეჯიბრი დაემატება და რაც უფრო მეტი გასართობი იქნება ჩვენს, ხო ხდები მთელი ზამთარი, იმიტომ წვალობ და შრომობთ, რომ ერთი შეჯიბრი არაა და რამოდენიმეა და ხო ხდები რა მაგას განვიხილავდით ჩვენ, ჩემი ფავორიტი ხარ ტრაკში ხო იცი? შემოგევლე გულში, წარმატებებს გისურვებ შენ. გამოვარდნის არ ჩავწეროს. არ გვაწყობს. გამოვარდნები წაგებები ჩვენ რაც მოგვივიდა გვეყოფა ეგ. ხო, მაგას უბანში გავარკვევთ, ვერი ყავას დავლებს სახში ზემოთ თემკაზე და მარტო წინსვლა გვინდა ჩვენ ვესო. კი, იქნება. ნო და აი ეხლა ამ დრაგზე შენ თუ შამპანური არ გაგახსნებინო მე მიყურე. ჩვენს გავხსენით აქეთ. ბიჭო, ეხლა შენ კი გამოვარდი, ნუ წაგება მოგებაც მეები არიან ჩვენებიც ბიჭები, მაგაცები მეგობრები ხო და მაინც ბოლომდე აქ ვიქნებით და გულშემატკივრობას გავუწევთ რა. ორივეს არა, 3-ის დაჟე 4-ის. შენზე ის უყურე სხვათა შორის საკაიფო დიარი, მაგრამ რატო გამოვარდი ვერ დავამუღამი? ცოტა სხვა რაკურსით უყურებდი და რაღაცები ვერ დავინახე. შევედი რა. ხო რა. გადაწყობაზე ისე ცუდად გადავიწყე რომ მოკლეზე მომიწია მოჭრა და მე უიჭმელი ჩავარდი. გასაგები, მანქანა ჯანზია, ხოძია, ყველაფერი მაგათა. ხოძია, რაღაცები არის მოსაწესრიგებელი, იდეაში ხა მეორე ეტაპი ვიარეთ ამ მანქანით, მაგრამ რაც ალტეზათი იყავი და დევს BMW-ს რავი სოროკი. ძალიან კარგი, რავი, წარმატებები შემდეგ ეტაპზე King of Drift-ზეც გამოდიხარ. 29-ში. რა, რამდენი შეჯიბრია შეხედეთ. ო, ამ თვეში ძალიან მაგარია, რაც ბევრი მით უკეთესი, გიგი დაამატე, დრაგის დაამატე, ღამის დრაგის დაამატე, რავი, ყველაფერი დაამატე ძმაო რა. ფეხის დრაგიც ხო და რავი. ხო, რავი, ბრაზერსკომს დაამატე, რავი, ყველაფერი კენი, რო ჩვენს რაღაცა განტვირთვას გქონდეს რა საბოლოო. კარგად, ჯერ კიდე ვიხილოთ რა. მაჩი, როგორ ახარ?
მანქანას როგორ ხარ? ბიჭო, რა არის ცოტა რო გაგვანათლო, რა ხდება? ესე იგი, მე გადავწყვიტე, რომ დრაგი და დრიფტი და რაღაცეებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ხო იციო, შენ ჩემზე კარგად რომ ბევრი დრო უნდა, ბევრი ფული უნდა, ასე შემდეგ. ამიტომ მეტი გართობა, რომ ეხა ამ ეტაპზე ანუ მეტი პოზიტივი. მეტი პოზიტივი, მეტი გართობა და მეტი ხალისი ხალხს მივცეთ, რომ ხალხმა დაგვიბრუნოს მე ესე ვთქვათ, თავისი ენერგიები ჩვენ რა და ასე რომ ყველა იმედზე იქნება გასართობად ეს მანქანა და მე ეხა ნენელა რაღაც დროის უკმარისობის გამო რაღაცები ვერ მოვჩი, მაგრამ მე მთლიანად ამ მანქანას დავამთავრებ. რასუპირებს სამომავლოდ, ანუ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ვიდეოში გვაქვს ნახი ძალიან. რაღაცა მომაგონდება კიდე და მე შევცვლი რაღაცას რა. კაპოტი ვერანაირად ვერ დგება. კაპოტი არ მინდა საერთოდ ხო. ვაფშე არ. კაპოტი საერთოდ არ მინდა. შემდეგი იქნება სავარაუდოდ ამას ამოვაშენებ ესე რაღაც მანძილზე და მე მან ტყინული რა. მე მაქვს ერთი იდეა. დავი, რამდენად მოგეწონება რა. რამოდენიმე ტურბო რო დააყენო. ნახე როგორ არის, ერთი არის ზევით ეხა, ხო და ერთი მინდა ქვევით, ან მარცხნივ, ან მარჯვნივ, რაღაცა მეორეს დამატება მაწუხებს, ხო, დილას რო ვიღვიძებ, რაღაცა ისე ვარ, რა, რაღაცა უნდა გავაფუჭო. პატარა, დიდი და დიდი. არ ვიცი, რაღაცა შეიძლება მიუყენო, ხო, იმიტომ რომ ნახე ეხა ეს ხო დიდია და ეს პატარა, ეხა ეს იჩაგრება რა, ამას რაღაცას უზომ, მაგრამ მეორე ტურბოს მეც ვფიქრობ რა. ბიჭო, უყურე როგორ ითქვა. როგორ დავაკომპაუნდო. ერთი ტურბო, ანუ თითქოს ყველა მანქანაზე დგას. ნუ ამას თუ არ ჩავთვით განსხვავებული რაც არის რა. და რამოდენიმე ტურბო რო იყოს ზემოდან, ანუ ტურბოების ჩვენა რო იყოს. როგორც დიზელზე არის, ხო იცი პატარა დიდი შეიძლება ეგრევე ვქნა, არა პროსტა მუღამის პონჩი თორე. ისე შეებარფე არ ქნას, მაგრამ მაინც ვიზუალი რა, სპურტზეც ადრე გაიყვანს. ისედაც გადის. ნუ ეს ეხა გადის, იმიტომ რომ პატარაა. ხო, მე შეიძლება ესე, ანუ ტორმოს დააწვე, დეში დატოვო და უკვე ადგილზე თვითონ მოგსავავდეს მანქანა, ხვდები? იმდენი ჯანი კონდეს. შეიძლება კი. იცი რა მაინტერესებს, ანუ დრაგს მართლა შეეშვი? არა, მე არც ვემზადებოდი ხა, თქვენ რომ ემზადებით და რაღაცა და აბა დრაგისთვის მანქანას ვაწყობს, მე უბრალოდ მანქანა მყავდა ჩემპონში, პროსტა სლიკებს დავაყენებდი, არც სპირტი, არაფერი გამოდიოდი. არა, გასართობად. გასართობად ერთობოდი, ეგრე მეც თავის დროზე ემოთი გამოდიოდი, ერთობოდი სტოკი იყო და რავი, 900 მანქანა მაცრიდა, მაგრამ მე რატომღაც შევყევი, იმიტომ რომ მიყვარს ექსპორტი და განვითარდი ხო ხდები და ნუ შენ ერთობოდი, მეც ერთობოდი, მაგრამ მაგ გართობას სამომავლოდ ისე ვაპირებ დრაგის სერიებში თუ არ ვიცი მე თვითონაც არ ვიცი რას ვიზამ. ძალიან არაპროგნოზირებადი ვარ რა. შეიძლება ხო რა ხასიათზე გაიგრძელო. არა, ეხა ეგ ხუმრობაა, მაგრამ ხო იცი ეხა დრო რო უნდა ფინანსის ის ცხოვრების ამ ეტაპზე არა და მე ვნახოთ რა, არ ვიცი. რა თქმა უნდა რაღაცას ვიზამ. დროს რომ მოითხოვს ყველა სპორტი. ხო რა ეხა ხო ხდები ეხა ზოგს აქვს საშუალება დროის, ზოგს აქვს თანხი, ზოგს ყველაფრის მაგის მიხედვით როგორ გასაგებია. ამ ეტაპზე ეხა ცოტა რაღაც უფრო პირადულ რაღაცებს ვაკეთებ და ეს ისე არის რომ მიყენია გამოვალ ვღადავთ, ვაყენებ რა. გასაგებია. ხო, ეგეთი ამბებია. ჩვენიერი. წარმატებები. ასევე კაიამები ყოველთვის. გაიხარ. ბიჭო, რობო მინდა ჩავწერო რა, აი X-ი არის რობოსი და რობო მინდა ჩავწერო რა. როგორ ახლა? არა, კარგად, გაიხარ. რა მაინტერესებს? დრაგზე გამოდიხარ. ემია, ხო? რამდენ ცხენზეა და რა გაქვს გაკეთებული? დინანია თავიდან ბოლომდე, ჯერჯერობით stage 1-ია. აპკატკა გავლილია ყველაფერი, გავლილია სერვისი დამთავრებული აქვს და ეხლა თქო მომავთოთ. ჯერ არ ძრავი კოკა არა, ხო, სტოკი? არა. კოკა იყო და მოხსნა სტოკი. просто stage 1-ია და კოლოფშიც ნასტროიკა წერია, ხო? ჯერ არაფერი არ წერია, ჩემი ჩაწერილი რაც ჩამოყოლილი ეს ნასტროიკაა. კოლოფში წერია? არა. უნდა ჩავწერო, ხო, ეხლა დრაგის შეჭერა. ამ დღეებში ვაპირებ. მედიაში ზუსტად არ ვიცით 412-ს რამდენში დადიხარ? ეხლა ჯერჯერობით გამიზომია, ვიცი რა. 11 და 8, 11 და 7 აქვს ეხლა 400 მეტრი. 11 და 7. და კიდე წინ ბევრი საქმეა, ეხლა stage-ზე ეგრე რო დადის. ამ სეტაპზე მასია და დაშებოშე ნახოთ ხო რა. და მაინტერესებს რა იცი? ამ დრაგზე ჯიპების კვადროს კლასი ცალკეა და SUV კლასი ცალკეა, ხო? SUV კლასში როგორც ვიცი ძალიან დიდი კონკურენცია, იმიტომ რომ X3-ები გამოდიან, მაგარი გაკეთებულები და რაც მეტი პროდაი. რადია ბევრი ვიცი რა გავერტები და просто კონკურენცია დიდია რა და მაქსიმალურად ჩვენს გადატენილი ისნია გადავტენით ამ მომდეში. ბოლომდე რაფერ ჩვენ შეგვეფერება, ხო? ისაც გვიდოდა რომ კიდევ ერთხელ გვეხილა ობიდის ამბები რომ რეკუა უკვე მზად არის მე ვარმონთაინია და მე მგონი ტოპ-8-ის გავლა ეხა რა და წესი ტოპ-8-დან იწყება ძალიან მაგარი გავლები და ესენის გადავიღოთ ბესო ნახოთ საკვალიფიკაციოში რა სიზამს ხება ბიჭები და რავი წესი ძალიან მაგარი გავლები უნდა შემოგთავაზო
ეში არჩეულია თავსაბარის ჩემი დედავატირე რა საბურავებით გაცვით ეს ყველაფერი თავზე მაყრია იმენა. მაგარი გავლა იყო. შეიძლება ორივე დავლაში ისევ სხვადასხვა სექტორში ყვითელი რო უხდება 26 ეგრე არაფერია. ყვითელი ხო? ყველა შეცდომამ ერთმანეთი და წითელიც უხდება. დათვალეს და ყვითელის მევასება წითელის მევასება. არც ერთმა არ გამოიჩინა ზოგადად ესეც ხალისიან ფერებში მანქანის ფორმები ყველაფერი ძალიან მაგრა გამოიყურება რა. ეხლა შავში და ნაცრისფერში მაინც დამალულადაა. კონტაქტი იყო ბოლოში და მე მგონი იქაც იყო სადღაც ბოლო ზონაშიც იყო კონტაქტი. მაგარი გავლა იყო ძალიან, აი იმენა სატოპ 8 და სატოპ 9 ფინალის გავლა იყო, რავი მე და მევას. პროსტა ეს ტეტრი მაიკები შავად გადაიქცა. კი, სუშავი საბურავები გვაყრია. მერე რომ მორჩება დრიფტი ჩავალ და საბურავებს დაუბრუნებ უკან რა პრობლემა. რაღაცა ნიუანსებს ხედავ კიდე. აუწყობ და მივიცემ რომ მეორე ეტაპზე გამოადგება. ჩეისერმა თავარია სინა არ მოგვხდეს თავში. ეხა მეორე გავლა იქნება და სანდრო ძალიან მაგრა დადის რა, აი ძალიან. თაშე ყვითელის ყვითელი 36-ის ხარის ხარ, ხო? ო და გაგას სანდროსია ყვითელი რა და გავლაც მაგარი ქონდა ძალიან. შანს რომ გადავიდეს შედეგებამდე. სანდროქი რა. როგორი მოწმედა კორექციები პირველად გაიგა. აი სანდრომაც გაუმეორა კონტაქტი, ძმაო, ბოლოში ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. აი მენა ძალიან ახლოს. საღოლ. მაგარი გავლა იყო ძალიან. არა, არა მგონია რომ იყოს, იმიტომ რომ იმენა ყვითელი ძალიან მაგრა დადიოდა. აი სანდროს საღოლ რა, მაგარი გავლა იყო ეს. საფინალო გავლა იყო იმენა რა. ძალიან გაიარა. შაუმას მაგარი იარა, მაგრამ აი სანდრო მიმენა გადააჭარბა ზმა. სანდრო გადავიდა, ხო მეუნებოდი ძალიან მაგრა იარა, ხორა და სანდრო მოიგო კაკრას. შემდეგ ეტაპზე გადავიდა სანდრო. და შე რომელიც გინდოდა ყვითელი 36 მოიგო მაგამ მესე. იმენა დაგვაჩვეს ჩემი ჩვენ აქ არ ყოფილვარ ძმა ეხა მოვედით მაგარი მოწყვეტა იყო იმენა ნისანმა მაგარი მოწყვეტა საღოლ ძმა ძალიან მაგარი გადაწყობა ჰქონდათ ბოლო ზონაში იმენა აი ძალიან მაგარი ლიდი იყო
ბამპერი ბამპერზე დაადო ერთმანეთს. ის პირველი ვერსია. დრიფტში გამოსვლა არა. ძალიან ზიანდება მანქანა დრიფტში რა ზოგადად და არ მიყვარს მანქანის დაზიანება რა. არა. ორი არის ხო ბიუჯეტური. ბიჭო, ხო, თემაც ეგაა და პლუს ორი სპორტი ერთმანეთთან ვერ მოვა, იმიტომ რომ ძალიან ხარჯიანი გაიჩიტება ორივე სპორტი და ძალიან დიდ დროს წაიღებს დრიფტის მანქანაც და დრაგის მანქანაც ერთდროულად. ფიზიკურად რავი, საკუთარ ცხოვრებაზეც აღარ დამჩება არანაირი დრო, რომავს იმიტომ იკავებ ბიუჯეტში, რომ მანქანა ზიანდება მარტივად და უფრო ხშირად, ხო? მარტივად, უფრო ხშირად და პლუს ძალიან ხარჯიანია დრაგთან შედარებით. დრიფტზე გინდა, რავი, 25 წყვილი საბურავი და დრაგზე გინდა 1 წყვილი საბურავი და ხარჯის მეტია იქ რა და საბურავს რო თავი დაანებო, რავი, იმდენი რაღაცა უფუჭდება, ერთს დაარტყამ, რავი, შემოარტყამ, მიარტყამ და ნახევარი მანქანა თავიდან ყავს ასაწყობი. ეგრე რო არ იყოს, დატოვებდი დრაგს და გადავიდოდი დრიფტში. არა. დრაგს არ დავტოვებდი. დრიფტშიც მივიღებდი მონაწილეობას, ოღონდ დრაგშიც ვიქნები. ჩემი აზრით გამის პონჩი რომელს აირჩევს? დრაგი რა, მე დრაგი, ხო, არა, დრაგი მეოსება, დრაგი ისევ და ისევ რა. მე ვერ უმყავებ დრაგს, მაგრამ ალბათ არგივლია და მაგიტო რა, აი დრიფტერები ხო დადიან დრაგზე რა და ამბობენ რომ დრაგს ვაფშე სხვა ადრენალინი აქვს და მეორე წელსაც გამოსულ არიან ხოლმე რა და ასწორებს რა დრაგი ვიღაცას გონია დააჭერდა პირდაპირ მიდიხარ, მაგრამ პირდაპირ არ მიდიხარ. ძალიან დიდი დაბრკოლებები გაქვს იქაც რა, მოჭიდებასთან და ზოგადად ბევრ რამეში, აი one more time ისევ რა. ყველა წყვილი ერთნაირად დადის, სულ one more time-ებია და რა ვიმე. ეს არ დამთავრდება ალბათ ხვალს აღამონდა. ვეათი ძალიან მაგარი ხმა აქვს. ვეაც ერთ-ერთი საუკეთესო ხმა აქვს. ჩემი აზრით, არა. ვეათი არასდროს არ მყოლი. მაგრამ ვეათებში M6 მევასება რა. M5 არა. M6 უფრო კაი ტიპია რა. საგაზაო ზოგადად M6 ჯობია რა. მე პირდაპირ BMW-ს რაღაცას რომ მკითხავენ, გაზავისკენ მივდივარ რა და მაგიტომ ვარჩევ საგაზაოთ მოდელებს. არა. შოთი, რა ხდება? იწყება? მოვიდა საპრანჭაო მანქანების გაპრანჭვის დრო და მიგრეხ-მოგრეხვა. შენ შემოდიხარ? ფინალს ივლიან და ბიჭეს არ გითხრეს? ათ მანქანაში ხარ და შემოდიხარ ახლა ჩვენთან მოაყენე მანქანა, მიდი შეხტი უცხო. ხო, მიდი. ოკეი, კარგი. ესო შევდივარ და ანუ ეხა ფესტია, ხო უკვე? ეს არის წლის საუკეთესო BMW-ს მიდი მოაყენე უცხო, გელოდები. შემოვედით და ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა არის მოკლედ დავალაგდით ეს 10 მანქანა VIP-ის რომელიც არის დრიფტის მანქანების დაჯილდოება იქნება. დრიფტის დაჯილდოების მერე უკვე გადავართ ამ VIP მანქანებიდან 10-დან ვისაც სულ გვექნება სრიალის გართობის რაღაცების მის სრიალად ვიმაიმუნეთ დავდგებით ჩვენ ადგილზე. მერე თუ სანახაობრივი საშუალება იქნება რომ ორ მანქანას შორის ერთმა მანქანამ ისრიალოს, მაგ სანახაობასაც გვაჩუქებენ. მერე ისე დავბრუნდებით ჩვენ ადგილებზე, ავირჩევთ საუკეთესო მანქანას ამ 10-დან, ხმის ოვაციებით, ხალხის ოვაციებით ხდება დიდი ალბათობით. კი ბატონო. მაგით ხდება არჩევა. ბევრი ძმაკაც უნდა წამოგვეყვანოს. რას მეტი ძმაკაცი ყავს წამოყვანილი, მით უფრო მეტი ტაში იქნება, მოგებული ხარ. კი ბატონო. დაი, ჩვენ ესე შემთხვევით აღმოვჩდით
ძმაკაცები არა მყავს, რამოდენიმე 3-4 კაცი. 3-4 კაცი მყავს. როგორ არა ყავს მაგაცების მეტი რა ყავს, მაგრამ ეხა აქ არის მთავარი ხალხის არჩევანი. ხალხი აირჩევს ტაშით და რავი ყვირილი, წივილი, კივილით და რომელ მანქანაზეც მეტი ოვაცია იქნება, გაიმარჯვებს ეგ მანქანა და იქნება წლის საუკეთესო BMW. Turn me up, I like my money like I like my niggas. Green face card, never decline of what I mean. Act up and you gon' make me make a scene. Only time you hear my voice is when they play me on the screen. Got bad habits, I'm not the one you wanna keep. She a trap star, put that lady on a tree. Got her ass so shook, she shaking like an apple tree. Yeah, this life ain't meant for you, but baby girl, it's meant for me. This lifestyle ain't meant for you, it's meant for me. This lifestyle got girlies clocking on my teeth. This lifestyle can get you far, know what I mean. This lifestyle ain't meant for you, it's meant for me. What it do? This my boo, she from the south. We running man just like these bitches run they mouth. I got the juice, but they still claim it. Papel. გამოიწერე ჩემი არხი თუ არ გავს გამოწერილი და საბურავები გაქვს ჩემთვის საყიდელი ძმო. აი შენ რო ისრიალე იმ საბურავებს, ისრიალე ეხა მეც. ჩემი რჩეული ბიჭო ეხა ეს ძალიან გადამეტებულია რა დაადუღა ყველაფერს მაგარი იყო შოთას საღოლ შოთას ლამი შენი გიმბალი ავაყლისთავე ჩემოსაო გიმბალი არა ძმა რა ჯოხი ავაყლისთავე ან მე ლამის დავყლისთავე სტოკია ვაფშე და აღარ იყო მესამე აღარ იყო ჯანი ხო ეს გასაყიდე დავდე კატალიზატორის დავაყენე და ის არარესტის პროგრამა წერია შენ 400 რაღაცა წელი იო ტრიცოთ პიადია ხო შეულებრივი შენძმობას და რა აი ბოლიდა რო გამოდის და გროზნი თვალები რო იცოდება ამა შეიძლება გეითი გაძრეს
ყველა მხრიდან წყალსაცავს უყურე. გაიცროლა ძმა, ორშინი იყო თუ მომეჩვენა. ვერ გავიგე. ორშინი იყო თუ მომეჩვენა რა. არ ვიცი რა ისროლა და მეც არ ვიცი ძმაო რა ისროლა წყალს ყველა მხრიდან ასხამდა იმენა ჩემი დედა. გეგონებოდა საკუთარი თავი ჩააქრო ცეცხლი გაიგიდა ხო რა. იმენა რა მართლა შოუს დგამს ეგ კაცი. გადაკეტავს ეხა რედლაინზე მეხუთე სიჩქარეს და всё დამთავრდება შოუ ბოლომდე ძმა. ბიჭო არ ვიცი 8 ცილინდრიანი მე მგონი ცოტა სტუპია ინძრავებია და ვნახოთ რა. რაღაც არ არის გამართული. ეხა თან კლადიშები არა მაქვს ჯერ ჩამოტანილი ძმა და მაიცა ჯერ არ გვინდა. ბიჭო მე მგონი მეორე M8-ს გააჩერებენ და შოთამ ამ M8-ებს შორის რვიანები უნდა იაროს. რავი ჩანაფიქრი მე მგონი ეგეა. სოციალური ქსელის და აკანის ფინალისტები. ილოცავ შოთა. დავიწყო. ჯერ ერთი მხრიდან დავიწყო. აბა ეს რაც უფრო ნაკლები მანქანა რჩება ხმა იმატებს ხო ხედა გადმოდიან მე მაგარია რა იმენა ეს მაინც თუ თავისას ამბობს ყოველთვის იმენა ჩემი გასასვლელში გელოდები ჩაიძა 20 ლიტრი ჩვენი ვიდეო მეგობრებო დასასრულს მიუახლოვდა წლის საუკეთესო BMW Fest-ზე აღმოჩნდით ტოპ 3-ულშიც, მაგრამ ხალხის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ეს 60-ზე M5-მა, რაც მე ძალიან მიხარია. რაც შეეხება დრიფტიც გადავიღეთ, რამოდენიმე გავლაც გადავიღეთ, რამოდენიმე მონაწილესაც გავესაუბრეთ და რავი მეგობრებო, თუ მოგეწონა ჩვენი ვიდეო, დააკომენტარეთ, გადააზიარეთ, დალაიქეთ და ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ხო, და თუ შეეუნება რომ არ ხარ ქალაქში გამოსაშვებია. სადღაც 15 მეტრში ალაგია ის სამკუთხედები და მაინც დაიტანა.